ამ სიტყვებისთვის. პროფილის შემდეგი სტუმარი კი ბერად მამა გაბრიელის მანტიით აღიკვეცა. ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი მეუფე სერაფიმე. მეუფე სწორედ ის მანტია მამა გაბრიელის? დიახ, ეს არის ის მანტია, როგორც მოგახსენეთ, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენთვის და ჩემთვის დიდი სიწმინდეა და რომელიც მიბოძა მამა გაბრიელმა აღკვეცის წინა დღეს, როდესაც უწმინდესის ლოცვა კურთხევით მე მაშინ მორჩილი აკაკი მარტყოფიდან გამაგზავნეს ჯავხეთში და იქ გზაზე ვარძიაში მეუფე დანიელმა აღკვეცა ბერად. როდესაც ეს უცბად გადაწყდა, ცხადია, სააღკვეცო სამოსელი არ მქონდა. და რომ შემოვედი ეზოში, დედა იღუმენიამ დედმა დაიწყეს ძებნა. და არ აქვს მანტიაო. ამ დროს მესმის მამა გაბრიელის მის კელიაში ხმაური, სიმღერა და გამოდის მამა გაბრიელი და იხილა, რომ ასე ვდგევა და თავდაბლა და მაიცა ერწოცო. შევიდა კელიაში და გამოიტანა ეს მანტია. შეგიძლიათ მათ ჩვენად? დიახ. ეს არის მანტია, რომელიც იყო მისი. მე ჯავახეთში როდესაც ვიყავი მე ბერმონაზონი, ყოველთვის ასე ვთქვათ ვინახავდი ამას. მე ვაჩუქე მამა იღუმენ მაკარის, ხო და დღეს არის მამა მაკარისთან. როგორ იყო ეს სინამდვილეში? თქვენთან ურთიერთობისას როგორი იყო? როგორც ყველასთან, ალბათ, მოფერებით თან მამდაბლებდა. აი მაგალითად მე გავიხსენებ, როდესაც უკვე გავხდი ბერი, ჩამოვედი სვეტიცხოვლობაზე და ღამე, როდესაც უკვე ლოცვა დამთავრდა, არ მქონდა დასაძინებელი ადგილი. ტრიალებ, ხედავ მამა გაბრიელი პატარა ოთახში, ტახტია პატარა და ერთი ხნიერი ქალია მრევლი. და რას ეძებო? და მე ვთხარი არაფერს და მიხვდა და აი ჩემთან დაიძინებ. ხო და რაღაც შინაგანი ეს დამეუფლა ესეთი ამპარტავნება და ვფიქრობ, ახლა მე გავიხსენებ, რომ მამა გაბრიელთან ვიწექიო და უეცრად გაჩვენდა და ასე მიყურებს და დამისვა ისეთი კითხვა. ისეთი რამ, რაც სირცხლისაგან არ ვიცოდი საწავსლიღა. რატომ გააკეთა ეს? დამამდაბლა ნამდვილად და უფრო მეტი დამამდაბლა მეგონი ის დედაკაციც. და ჩავყუნე თავი და ვფიქრობ რა ვქნა და მე გაიღიმა და ასე მომითათუნა მუხზე მითხრა მიყვარს უბრალო ბერებიო. მეფე ამბობენ რომ მას შეეძლო ადამიანების აზრების წაკითხვა. მე ასეთ ფაქტს მოგიყვანთ. მე როდესაც უკვე ვიყავი მორჩილი, უკვე ვიცოდი რომ მამა გაბრიელი რაღაცას ხვდება და ჩვენ გაგონილი ქონდა რომ ის აჩუქებს ადამიანს. განსაკუთრებით ისეთი ამპარტავ ადამიანებს და რამდენიმე ახალგაზრდა ვიდექით და საუბრობდით რომ მამა გაბრიელი თუ გვეტყვის დაიჩოქიო, არ დავიჩოქებთ და მე გულში გავიფიქრე, არა ალბათ დავიჩოქებ, მაგრამ ის ამბობდა არა, მე არ დავიჩოქები. და შემოვიდა მამა გაბრიელი მრევლი იყო, დაიწყო ქადაგება, ასე ხელები გაშლა, უეცრად მოტრიალდა და იმ ახალგაზრდას ვინც ამბობდა არ დავიჩოქიო, ესეთი რკინის ხმის საოცარი ხმა ქონდა, დაიჩოქე. და ეს ახალგაზრდა დაიჩოქა მუხლებზე და თავი მიადო იატაკს. მე ისე არ მიაქცია ყურადღება და ამ ბავშვმა ეს აწია თავი ეგონა უკვე შეიძლება ადგომა და ეს ზურგით იდგა მამა გაბრიელი და უცბად მოტრიალდა და დაიჩოქე ისე უთხრა. საოცარი ნიჭი ქონდა და მე გავიხსენებ, როდესაც რამეს აი მამხილებდა მე მაგალითად ან რამეს ისეც მეტყოდა, ხო? მე იცოდა ისეთი გამოხატვა, ისეთი მოფერების ბევრჯერ დამამდაბლა მე და მე თქვა მოყვასო მაპატიე ასეთი სიტყვები იცოდა და მე ვთქვი მამა გაბრიელი როგორ გეკადრება მეთქი. ძალიან დიდი მადლობა. მე თმა დაგმოწე.